ჰაერი სავსე იყო დაძაბულობით და ბრბოში ყველა მოლოდინი თელოდა. თუმცა დღეს ტრაგიკულად დასრულდებოდა, სრულიად სხვაგვარად ვიდრე ვინმე შეეძლო ეპიკა. სტარტერის პისტოლეტი გაისმა და ცხენი გამოვარდა, ნამდვილი ძალისა და კუნთების აფეთქებული მასა, რომელიც მძვინვარედ მიექანებოდა პირველი ბარელისკენ. 1000 ფუნტიანი, გაწორთნილი და თავდაჯერებული ცხენის ზემოთ იჯდა გამხდარი, მშვიდი და კონცენტრირებული მხედარი. ხელები მშვიდად, მაგრამ მტკიცედ უჭირავს სადავეებს. რეგინა შორტი და მისი პარტნიორი საოცარ ჰარმონიაში მოძრაობდნენ, მათი შესრულება კი მრავალწლიანი ერთგულებისა და ვარჯიშის დასტური იყო. ბრბოტაშს უკრავდა, როცა ქალი და ცხენი სამყურა ფოთლის ფორმით უვლიდნენ თითოეულ ბარიელს. თითოეული მოხვევა ზუსტად სრულდებოდა, მისი სხეულის ენა სრულ სინქრონში იყო ცხენის ძლიერ ნაბიჯებთან. როდესაც წამყვანის ხმა დინამიკებიდან გაისმა, რეგინა თავდაჭერილი და კონცენტრირებული ტაშ თავის დაკვრით უპასუხა. მუშტი მაღლა ასწია და ბრბოს გაუღიმა. ეს მისი სტიქია იყო. ის ბარიელებზე რბოლისთვის იყო დაბადებული. თუმცა, როგორც ბედმა ინება, ეს რბოლა მის სახელს სპორტის ისტორიაში ისე დაამკვიდრებდა, როგორც არავის წარმოედგინა. ბარიელებზე რბოლა განსაკუთრებულ სისწრაფეს, კონტროლს და უმაღლეს სიზუსტეს მოითხოვს. მხედრის უნარი, ცხენთან კომუნიკაცია, მცირე მინიშნებებით და ცხენის სწრაფი და ზუსტი რეაგირების შესაძლებლობა გადამწყვეტია საუკეთესო დროის მისაღწევად. როდეო საზოგადოებაში ბარიელებზე რბოლა დიდ პატივშია და დიდი მოწონებით სარგებლობს. ეს როდეოს იმ იშვიათ ღონისძიებათაგანია, სადაც ქალები მთავარ როლში არიან და მონაწილეთა უმეტესობა ქალია. ღონისძიება იზიდავს ერთგულგულ შემატკივრებს, რომლებიც აფასებენ უჩვეულო ოსტატობას, სისწრაფეს და ცხენსა და მხედარს შორის პარტნიორობას. Barrel racing ხშირად ამერიკული დასავლეთის ცხოვრების წესის და ცხენოსნობის, სპორტული სულისკვეთებისა და ერთგულების სიმბოლოდ მიიჩნევა. მონაწილეები, როგორც ადამიანები, ასევე ცხენები, პატივისცემით სარგებლობენ მათი ათლეტიზმისა და იმ უთვალავი საათის გამო, რომელსაც ისინი ვარჯიშსა და პრაქტიკაში ხარჯავენ ოსტატობის სრულყოფისთვის. ცხენსა და მხედარს შორის კავშირი barrel racing-ის მთავარი თემაა, რადგან მათ ერთად შეუფერხებლად უნდა იმუშაონ წარმატების მისაღწევად. Barrel racing-ის მღელვარება და დრამატიზმი მას ქვეყნის მასშტაბით როდეოების ერთ-ერთ საყვარელ სანახაობად აქცევს. და ეს იყო რეგინა შორტის არჩეული ბრძოლის ველი. შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად მხედრებმა უნდა გაიარონ 3 ბარელზე 3 ურაფოთლის ფორმის მარშრუტი მაღალი სიჩქარით, სადაც ყოველი მიკროწამი მნიშვნელოვანია ფინიშის ხაზამდე რბოლაში. რეგინა შორტი 56 წლის ასაკში ამ სპორტისთვის უცხო არ იყო. გამოცდილი როდეოს ლეგენდა რეგინა შორტი ბარელებზე რბოლის სამყაროში ბუნებრივი ნიჭისა და დაუღალავი შრომის წყალობით დაწინაურდა. მისი გზა სავსე იყო გამარჯვებებით, წარუმატებლობებით და ურყევი ერთგულებით მისთვის საყვარელი სპორტის მიმართ. მაგრამ საბედისწერო დღეს 2023 წელს მოხდა შემთხვევა, რომელმაც მისი სახელი რეხელი როდეოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულად დაამკვიდრა. რა დაემართა ამ გამოცდილ სპორტსმენს barrel racing-ის მხედარს? შემოგვიერთდით, როცა გავამჟლავნებთ ამ გამოცდილ ალაბამელ მხედართან მომხდარი საშინელი შემთხვევის დეტალებს და ვნახავთ, როგორ შეუძლია ერთ წამს ყველაფერი შეცვალოს, საზოგადოება გვოვაში დატოვოს და სპორტი სამუდამოდ შეცვალოს. ცხენები რეგინას სისხლში იყო გამჯდარი. მისი ურთიერთობა barrel racing-თან ბავშვობაში დაიწყო ტეხასის უსასრულო ცის ქვეშ, სადაც როდეო სპორტზე მეტი იყო. ეს ცხოვრების წესი იყო. ის აღტაცება და ვნება, რასაც ახალგაზრდა კოვგერლი გრძნობდა, მის ცხოვრებას განსაზღვრავდა და მივრავდა და მის გზას აჩვენებდა. ვინც რეგინას იცნობდა, აღფრთოვანებით საუბრობდნენ მის ვნებაზე და უნარზე, ცხენის ზურგზე. ტრეკზე რეგინა ცნობილი იყო ბარელების გარშემო, სწრაფი ჯირითით და ყოველ შეჯიბრზე ყველასთვის თბილი და მეგობრული ადამიანი. მაყურებლადაც და მონაწილედაც რეგინა ყოველთვის იქ იყო, რომ ყველას დახმარებოდა და გაეხალისებინა. მისი ჯირითი შთამბეჭდავი იყო, ისევე როგორც ადამიანებთან მოპყრობა, ყოველთვის ხიმილითა ილითა დახმარების მზაობით. როგორც ნამდვილი კოვგერლის შეეფერება, ის ყველგან ეხმარებოდა სადაც შეეძლო, ყოველგვარი წუწუნის გარეშე. ცხენები ძალიან უყვარდა რეგინას. ის იყო კოვინგტონის ცხენოსნობის ასოციაციის წევრი, ასევე ეროვნული როდეო შოუების მუდმივი დამსწრე, სადაც ტარდებოდა barrel racing-ის შეჯიბრებები, ისეთივე როგორიც აღმოჩნდა მისი ბოლო როდეო. მიუხედავად იმისა, რომ barrel racing-ი უსაფრთხო სპორტად ითვლება, განსაკუთრებით სხვა ცხენოსნურ სპორტებთან შედარებით, ცხენზე ჯირითი ყოველთვის შეიცავს თავის რისკებს. დაზიანებების ალბათობა ნაკლები იყო, მაგრამ ადრენალინისა და თვითდაჯერებულობის მხრივ ჯილდო იგივე რჩებოდა. როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში პროფესიულ barrel racing-ში თავის ადგილს პოულობდა, რეგინამ არაერთი მტკივნეული ჭრილობა და ტრავმა მიიღო, მაგრამ მან არ დაუშვა, რომ ეს მისი სპორტისადმი უსაზღვრო სიყვარული დაემსხვი. თუ barrel racing-ს არ იცნობთ, აი როგორია მისი წესები. მხედარი იწყებს განსაზღვრული საწვისი წერტილიდან,
და ცხენით სწრაფად უნდა შემოუაროს სამ წინასწარ განთავსებულ ბარელს სამყურა ფოთლის ფორმით. Timer-ი იწყება მაშინვე, როგორც კი ცხენი და მხედარი გადაკვეთენ სტარტის ხაზს და ჩერდება, როდესაც ისინი დაასრულებენ მარშრუტს და გადაკვეთენ ფინიშის ხაზს. მხედარმა უნდა გაიაროს ბარელები ზუსტი თანმიმდევრობით, როგორც წესი სამყურა ფოთლის ფორმის მარშრუტით, ისე რომ არც ერთი ბარელი არ გადმოაგდოს. ბარელებზე შეხება ნებადართულია, მაგრამ მათი გადმოგდება იწვევს დროის ჯარიმას, რაც როგორც წესი მხედრის საბოლოო დროს 5 წამით უმატებს. საკვალიფიკაციოდ, მხედარმა სამყურა ფოთლის ფორმის მარშრუტი სწორად უნდა დაასრულოს. თუ მარშრუტს არ დაიცავს, მოხდება დისკვალიფიკაცია. თუ მხედარი მარშრუტს ჯარიმების გარეშე დაასრულებს, მისი დრო გამოიყენება ქულის დასადგენად და იმარჯვებს ის, ვისაც ყველაზე სწრაფი დრო აქვს. ეს სწრაფი და ზუსტი მანევრება კასრების გარშემო შექმნილია იმისთვის, რომ შეამოწმოს ცხენისა და მხედრის ათლეტიზმი, კოორდინაცია და სისწრაფე. საათი მხოლოდ მაშინ ჩერდება, როცა მარშრუტი დასრულებულია და გამარჯვება ხშირად წამის მეასედითაც კი წყდება. ამიტომ ყოველი წამი მართლაც გადამწყვეტია. როგორც ბარელების რბოლის გამოცდილი ვეტერანი, რეგინა როდეოს საზოგადოებაში პატივსაცემი ფიგურა იყო და მენტორობის ლეგენდად ქცევის გზაზე იდგა, როცა ბედმა მოულოდნელი და ტრაგიკული შემოbrunება მიიღო. ეს იყო 2023 წლის 7 იანვარი, ბეიკერის არენის საზოგადოებრივ ცენტრში, ოკალუსაში, ფლორიდაში. რეგინა მონაწილეობდა ტურის ღონისძიებაში, რომელიც ორგანიზებული იყო ეროვნული ბარელ ხორს ასოციაციის მიერ და გამარჯვებაში დარწმუნებული იყო. სუთები სწრაფად გადიოდა, როცა სახელებს უხმობდნენ და მათ პასუხობდა ბრბოს მხიარული შეძახილები და ცხენების აღელვებული ჭიხვინი. მალე მისი რიგიც დადგა. სხვა მხედრები რეგინას წარმატებას უსურვებდნენ. რეგინამ მტკიცე ჩაავლო სადავეებს ხელი, თხელი და კარიმჭის ოპერატორს მზადყოფნის ნიშნად თავი დაუკრა. სიგნალზე ქალი და ცხენი არენაში შევარდნენ. რეგინა კი ცხენის ზურგზე თავდაჯერებულად იჯდა. ასეთ გარბენს ის მანამდეც ათასობით ჯერ ჰქონდა შესრულებული. გამოცდილი და თავდაჭერილი, როგორც ყოველთვის, რეგინამ მოხდენილად გაუძღვა თავის ცხენს ბარელების რბოლის ტრასაზე წლების განმავლობაში მოპოვებული გამოცდილებით. ერთად ისინი ზუსტად უბრძვდნენ თითოეულ ბარელს, მათი მოძრაობები კი უსასრულო ვარჯიშის. მაყურებელი აღფრთოვანებით ადევნებდა თვალს მათ ოსტატობასა და ელეგანტურობას, როცა ისინი უნაკოდ ასრულებდნენ სამყურა ფოთლის ფორმის მარშრუტს, რაც ბარელების რბოლის ხელოვნების მწვერვალს წარმოაჩენდა. ბოლო ბარელთან წარმატებული შემოbrunების შემდეგ რეგინამ შვებით ამოისუნთქა. გამარჯვება ახლოს იყო. თუმცა, როცა ისინი რბოლას ასრულებდნენ, მოულოდნელი მოხდა. როდესაც ისინი გასასვლელი პანდუსით სარბოლო არენას ტოვებდნენ, მისი ცხენის ნაბიჯის მოულოდნელმა ცვლილებამ მათი რიტმი დაარღვია. რეგინა, რომელიც მოულოდნელმა ცვლილებამ გააოცა, ცხენიდან გადმოვარდა, როცა მოულოდნელმა ინერციამ ის ჰაერში აისროლა. რეგინამ ალბათ თავდაპირველი შოკი და დაბნეულობა იგრძნო, როცა მზარდმა შიშმა მოიცვა, რომ რაღაც ძალიან ცუდად მიდიოდა. ის წამები ჰაერში ალბათ მარადიულობად მოეჩვენა. სიმძიმის ძალამ თავისი ქნა და რეგინა ისევ მიწისკენ დაკაჩა. როგორც გამოცდილი მხედარი, რეგინა შორტს არაერთხელ გადმოვარდმია ახტუნავებული ცხენიდან, მაგრამ დღეს რეგინა საკუთარი ფეხით ვეღარ წავიდოდა. ჰაერში გადაადგილებისას რეგინას სხეული დიდ ხის ბოძს შეეჯახა, სანამ ისევ მიწაზე დაეცემოდა. ეს იყო შემთხვევითი ინციდენტი, ახტუნავებული ცხენი არასწორ ადგილას და არასწორ დროს. არენა, რომელიც რამდენიმე წამის წინ ოვაციებით იყო სავსე, უცებ გაჩუმდა იმ უცნაური შემთხვევის გამო, რომელიც მათ თვალწინ მოხდა. როდეოს პერსონალი და სამედიცინო თანამშრომლები სწრაფად მივიდნენ ადგილზე, სადაც რეგინა უძრავად იწვა. მისი დაცემა იყო დამანგრეველი მომენტი იმ ღონისძიებაში, რომელიც ცხენსა და მხედარს შორის კავშირს ზეიმობდა. რაც შეეხება რეგინას დანცავ აღჭურვილობას, Barrel Racing-ის სამყაროში მხედრებს აღჭურვილობა, რომელიც მათ უნდა იცავდეს, ხშირად არ აქვთ. რეგინა, როგორც ბევრი სხვა, ეკრნებოდა თავის უნარებს და ცხენის მიმართ ნდობას და არა ჩაფხუტებსა თუ დამცავ ჟილეტებს. ამ სპორტში, სადაც წამებში მიღებული გადაწყვეტილებები გამარჯვებას ან დაცემას ნიშნავს, დამცავი აღჭურვილობის არარსებობა მიუთითებს მხედრების უშიშრობასა და სერიოზულ რისკებზე, რომლებსაც წარსულში ფატალური შედეგები მოჰყოლია. ცხენოსნობის დროს მომხდარი შემთხვევებისას, ტრავმების სიმძიმე მნიშვნელოვნად განსხვავდება ინციდენტის სისწრაფისა და ხასიათის მიხედვით. თუ შემთხვევა ნელი ტემპით ხდება, მაგალითად, როცა ცხენი მსუბუქი კანტერით მოძრაობს, მსუბუქი ტრავმების მიღების ალბათობა უფრო მაღალია, მაშინ როცა მაღალი სიჩქარის, სრული გალოპის დროს მომხდარი შემთხვევები შეიძლება სერიოზულ, ზოგჯერ ფატალურ ტრავმებშიც გადაიზარდოს. მაღალი სიჩქარის ცხენოსნობის შემთხვევის დროს, მხედარს შეიძლება მნიშვნელოვანი ტრავმა მიადგეს, განსაკუთრებით ტორსოს არეში. ცხენიდან გადმოვარდმის ან ბარიერთან შეჯახების ძალამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ტრავმები, როგორიცაა მოტეხილი ნეკნები ან ხერხემლის დაზიანება.
სხეულის მყარ ზედაპირთან ან მიწასთან შეჯახების დიდი ძალა შეიძლება გამოიწვიოს ორგანოების დაზიანება და სხეულის შიდა სტრუქტურების ტრავმა, რაც იწვევს სისხლჩაქცევებს, შეშუპებას ან უფრო მძიმე შედეგებს. ესეთ სიტუაციებში ტრავმა შეიძლება იყოს მძიმე მოულოდნელი და ძლიერი მოძრაობის გამო, რაც ხშირია მაშინ, როცა მხედარი ცხენიდან გადმოვარდება, ან ცხენი დაეცემა და მხედარს დააწვება. ვარდნის დროს მხედრის თავი და კიდურები განსაკუთრებით დაუცველია. თავი შეიძლება დაეჯახოს მიწას ან საგანს, რაც იწვევს შერყევას ან ტრავმულ თავის ტვინის დაზიანებას, მიუხედავად იმისა, ატარებს თუ არა ადამიანი ჩაფხუტს. ვარდნის დროს ხელფეხის ქნევა შეიძლება გამოიწვიოს მოტეხილობა, ამოვარდმილობა ან ძლიერი დაჭიმულობა. ცხენზე მძიმე ტრავმის შემდეგ დამოჯამრთელება ხშირად მოითხოვს ხანგრძლივ რეაბილიტაციას, ტკივილის მართვას და ქირურგიულ ჩარევას, ხოლო ზოგიერთ მრბოლას კიდევ უფრო ძვირიფასის გადახდა მოუწია სიცოცხლე. 2016 წელს Barrel Raceri Lana Duisi, რომელიც საზოგადოებაში სწრაფად ამომმავალი ვარსკვლავი იყო, სამხრეთ მისისიპიში Barrel Racing-ის როდეო შოუში ასპარეზობდა, როდესაც უბედურება მოხდა. ის გამარჯვებამდე FT ბრუნვა აშორებდა, როდესაც მისი ცხენი, ჯენი, გალოპით ღია კარიდან გასვლისას მიწაზე მოცურდა და ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი გამოიწვია. დაბალანსების გარეშე დარჩენილმა ლანამ ძლივს შეძლო სადავეების დაჭერა. როდესაც ცხენმა ფეხი მოიკიდა, ის არენიდან გავარდა. შეცდომით ღია დატოვებული კარიდან გავიდა, თან ეცვა Barrel Racing-ისთვის განკუთვნილი ნალები, რომლებიც განკუთვნილია მიწასა და მტვერზე სარბენად და არა გლუ ასფალტზე. მიწიდან ასფალტზე გადასვლისას ჯენი მოჭიდება დაკარგა და წონასწორობის უეცარი დაკარგვის გამო ლარა ძალით გადაფრინდა ჯენის კისერს ზემოდან, 6 ფუტზე მეტ სიმაღლეზე აფრინდა და შემდეგ მქარ ბეტონზე დაეცა. ლარა რამდენიმე დღე კომაში იყო და სამწუხაროდ მალევე გარდაიცვალა. მისი დამცავი აღჭურვილობის, განსაკუთრებით კი ჩაფხუტის არ ქონა, ლარას ტრავმების სიმძიმის კრიტიკული ფაქტორი გახდა, რამაც ბარელზე ჯირითში დამცავის საშუალებების აუცილებლობის შესახებ დისკუსია გამოიწვია. დღესდღეობით ბარელზე ჯირითში მონაწილეთა უმეტესობა რბოლისას დამცავი აღჭურვილობის კომბინაციას ატარებს, რათა თავიდან აიცილონ ფატალური შედეგები ცხენთან ან აღჭურვილობასთან შეჯახების შემთხვევაში. როდეოს ღონისძიებებზე, როგორიცაა ხარის ჯირითი, სადაც მონაწილეებს 8 წამით უნდა დარჩნენ ხარის ზურგზე, ისინი თავს იცავენ სპეციალური ჟილეტით, რომელიც დამზადებულია დარტყმის შემამსუბუქებელი მასალისგან და ტორს ხარის დარტყმებისგან იცავს. მათი ჟილეტები ისეა შექმნილი, რომ ხარის მოძრაობების ძალა გაანაწილოს და არა პირდაპირ შეეწინააღმდეგოს მას. ბევრი ხარის მეჯირითი ასევე ატარებს ჩაფხუტს, რათა თავი დაიცვას ხართან ან არენის ზედაპირთან შეჯახების შემთხვევაში. მაგრამ ბარელზე რბენაში, განსხვავებით ხარის მეჯირითებისგან, რომლებიც ჟილეტებსა და ჩაფხუტებს ატარებენ, აქ ყურადღება გამახვილებულია სისწრაფესა და მოქნილობაზე და არა ცხოველთან პირდაპირ ფიზიკურ დაპირისპირებაზე. მეჯირითეები, როგორიცაა რეგინა შორტი, როგორც წესი არ ატარებენ ფართო დამცავ აღჭურვილობას საბაზისო ჩაფხუტის გარდა, რომელიც ყველა შეჯიბრებაში სავალდებულო არ არის. იმ საბედისწერო დღეს, როდესაც რეგინა და მისი ცხენი მარშრუტს გადიოდნენ, არ იყო სპეციალური ჟილეტი ან ჩაფხუტი, რომელიც დარტყმას შეამსუბუქებდა. არც აღჭურვილობა, რომელიც მას მაღალი სიჩქარით ბოძზე დაჯახების მძიმე შედეგებისგან დაიცავდა. როდესაც მისი ცხენი მოულოდნელად გადაიწია და რეგინა გადმოვარდა, მისი ერთადერთი დაცვა იყო ინსტინქტური დაჯიმა, როცა ხის ბოძს შეეჯახა. დარტყმა ძლიერი, ტრავმული და სამწუხაროდ ფატალური იყო. შაბათს 2023 წლის 7 იანვარს რეგინა შორტი ადგილობრივ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად ოფიციალურად შიდა სისხლდენა და ტრავმა დასახელდა, რომელიც ბოძთან შეჯახებამ გამოიწვია. სპორტში, სადაც ტრავმები იშვიათია და ტრაგედია იშვიათად ხდება, რეგინა შორტის შემთხვევითმა გარდაცვალებამ შოკში ჩააგდო როდეოს მჭიდროდ შეკრული საზოგადოება. მისი საშინელი ბოლო წუთები არ დატრიალებულა ტეხასის როდეოს მტვრიან არენაზე, არამედ საავადმყოფოს საწოლზე, ექიმების სასტრაფო ზრუნვის ქვეშ, რომლებიც უშედეგოდ ცდილობდნენ მისი სიცოცხლის გადარჩენას. პატივისცემის ნიშნად Barrel Racing-ის შოუ, რომელშიც რეგინა მონაწილეობდა, გაუქმდა და თავიდან დაიგეგმა იმ კოვგერლის პატივსაცემად, რომლის მემკვიდრეობას დღესაც ცოცხობს. გმადლობთ ყურებისთვის და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.